საგავი ნარჩენების კატეგორია, რომელიც ადამიანის საქმიანობისა და ყოველდღიური ცხოვრების შედეგია. იწვევს გარემოს ცვალებადობას, არეულობას ფიზიკურ სისტემაში და ცოცხალ ორგანიზმებს უდიდეს ზიანს აყენებს. სუფთა გარემოს ყველაზე დიდ საფრთხეს კი საყოფაცხოვრებო ნარჩენები უქმნის. ნარჩენის ურნაში ჩაგდებისთვის სულ რაღაც 4 წამია საჭირო. ბუნებაში მის სრულად დასაშლელად კი უამრავი წელიწადი. 3-დან 4 კვირამდე. ზუსტად ამ დროს საჭიროებს ბანანის ქერქი დასაშლელად. ვაშლის ნარჩენის დასაშლელად კი 2 თვეა საჭირო. მთელი ამ დროის მანძილზე მიწაზე დაგდებული ვაშლი ნიადაგს უდიდეს ზიანს აყენებს. ჯანმრთელობასთან ერთად უდიდესი ეკოლოგიური ზიანი. სიგარეტის ნამწვავს 22 წელი სჭირდება იმისთვის, რომ ეკოლოგიისთვის უსაფრთხო გახდეს. ნაგვის ურნას აცილებული ქაღალდის ხელსახოცი კი გარშემოყოფებისათვის და ეკოლოგიისთვის 3 კვირის განმავლობაშია სახიფათო. ადამიანის გარდერობის განაყოფელი აქსესუარი ტყავის ფეხსაცმელი ნიადაგში დასაშლელად 25-დან 40 წელს საჭიროებს. საბურავები მამლზე მოქმედებას გარემოზე მხოლოდ 50 წლის შემდეგ წყვეტენ. მთელი ამ დროის მანძილზე ნიადაგი უდიდეს ზიანს განიცდის. 5 საუკუნის განმავლობაში ეკოლოგიის მტერი ალუმინის ქილაა. მის დასაშლელად 500 წელია საჭირო. ამ ნარჩენის ნახვა კი ყოველ ნაბიჯზეა შესაძლებელი. პლასმასის ბოთლი ნიადაგში მხოლოდ 450 წელში იშლება. უკვე 40 ქვეყანამ აკრძალა ამ საყოფაცხოვრებო ნივთის წარმოება. პოლიეთილენის პარკის გამო მსოფლიოში წელიწადში 1 მილიონი ჩიტი იღუპება. მის გაუნებელყოფისთვის კი თითქმის 10 საუკუნეა საჭირო. ამ სავალალო შედეგების თავიდან აცილება კი ნარჩენების ურნამდე მიტანას და შესაბამისი სტანდარტების ნაგავსაყრელების არსებობას საჭიროებს. საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში კი ასეთი ნაგავსაყრელების არარსებობაზე საუბრობენ. ნარჩენი რჩება, ნარჩენი უნდა იქონდეს იზოლაციის ფენა, უნდა ქონდეს, რომ არ დაბინძურდეს ნიადაგი, ასევე უნდა ხდებოდეს ყოველდღიური დატკეპონა შესაბამისი ფენით და იზოლაცია, რომ არ მოხდეს აალება და წვის პროცესი, რომ არ წავიდეს. ასევე ძალიან ვიზუალურად და ძალიან დიდ გავლენას ახდენს ლანდშაფტზე. ხდება მიმდებარე ტერიტორიების დაბინძურება მსუბუქი ფრაქციებით. მოსახლეობის რაოდენობა 7 მილიარდს აღემატება. 2050 წლისთვის კი ეს რიცხვი 9 მილიარდს მიაღწევს. მოსახლეობის ზრდასთან ერთად ექსპერტები ნარჩენების რაოდენობის მატებას და სავალალო ეკოლოგიურ შედეგებს პროგნოზირებენ. ამ ყველაფრის თავიდან აცილება კი ბუნების მიმართ ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას, გარემოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას და გარემოს გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურად ჩართვას